ხარტდა რა გნება? პოლიციიდან ვარ გარი. კარზე გვესმის ხმაური, როგორც ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხვას. რა ხდება? მე გადა არავინ არ არის თუ ვარი? კარებს ვეღარც ვიჭერდით, სახელური ძირს ჩამოვარდა. ანრი კი არ გაიყვანეს, გაათრიეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემ წინ დადგა და ხელით ყელში მწვდა იესე დაახლოებით ორივე ხელით. იმ დროს როდესაც ყელში გიჭერდათ პოლიცია სამართალდამცველი, თქვენ იყავით ორსული. დიახ. მითხრეს რომ 3 კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი. ანრი დააკავეს 5 დეკემბერს. რვის 20 წუთზე უკანონოდ შემოიჭრდნენ ჩვენს სახლში, დილის საათებში. ისეთ სანახაობას შევესწარი სახლში, ეს არის ჩემთვის დღემდე მომყვება ძალიან დიდ ტრაუმად. ხმაური გავიგეთ 8 უკვე 15 წუთზე. გავიხედე, ჩვენი ბინის მეპატრონე საუბრობდა ვიღაც უცხო ადამიანებთან ერთად და ჩავთვალე რომ ალბათ მეზობლები იყვნენ ან ვინმე შეიძლება მისი ნაცნობი ყოფილიყო. ანდრის რომ ვუთხარი ეს ყველაფერი, ანრიმ თქვა რომ მე მგონი მოვიდნენ. პოლიციიდან ვარ გარი. და რა გნებავთ? პოლიციიდან მომეთქარები. კარები რა თქმა უნდა ჩაკეტილი გქონდა. ამ დროს კარზე გვესმის ხმაური, როგორც ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხვას და ჩუმად შემოჭრას სახლში. პირველი მათი წინადადება იყო რომ თუ შეიძლება მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მოგვაწოდოთ ცუდად ვარ. ჩვენ მანქანა არ ყავს და უკვე გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე ვიცოდით რაშიც მდგომარეობდა საქმე. რა თქმა უნდა დაჟინებით ვთხოვდით რომ დამადასტურებელი საბუთი, თუნდაც ან ჭხრეკის ორდენი, ან რაიმე მსგავსი დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინათ, მაგრამ არა. რატომღაც ძალადობის მხარე უფრო აირჩიეს. კარებს არ ვაღებდით. ჩვენი სახლი არც თუ ისე დიდი იყო სიმართლე რომ გითხრათ და ფანჯრის მხრიდან მესმის ბრახუნი როგორ ურტყავს წიხლს, ეგრეთ წოდებულ წიხლს, თლიან და ხელებით როგორ აწვება ფანჯარას, რომ ფანჯარა ან გადმოანგრიოს შიგნიდან, ან ჩატყდეს. რა ხდება? მე გადა არავინ არ არის თუ ვარი? რა ხდება? გისმენთ? უმარი არის თქვენთან. ვის სტუმარი? რატო გვაშინებთ? კარებს უკვე იცით როგორ იყო, ვეღარც ვიჭერდით, იმიტომ რომ სახელური იმდენად გატეხილი იყო, რომ სახელური ძირს ჩამოვარდა და მხოლოდ ბუდე იყო გასაღების დარჩენილი კარებში. სახლში იყო დაახლოებით 15 ადამიანი მართლა არც ერთი სიტყვის გადაჭარბების გარეშე, იმიტომ რომ 2 ადამიანი მე მაკავებდა, 2 ანას აკავებდა, ჩემი მეუღლის დას, დანარჩენები ანრის, ჩემს მეუღლეს იგერიებდნენ, ну ცემით ასე რომ ვთქვათ, წიხლებით, მუშტებით, გინებით, ზოგი პროვოცირებას უწევდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემ წინ დადგა და ხელით ყელში მწვდა იესე დაახლოებით ორივე ხელით. და კითხულობდა ჩემ მეუღლეს სად არის და იგინებოდნენ დედის მიმართულებით. ანას ერთი თმებშიც წვდა. ხელები აი პირველად დაკავების დროს რომ იციან ზურგზე რომ გადებინებენ ხელებს, ეგრე ასე რომ ვთქვათ მოუგრიხა. ზურგზე დაადებინა და წელზე მოკიდა ერთ-ერთმა ხელი ისე რომ ანას სუნთქვა შეეკრა და გადააგდო კარადის მიმართულებით ძირს. ანრი კი არ გაიყვანეს, გაათრიეს სახლიდან, თმებში ხელი მოკიდეს. ეცვა მხოლოდ საცვალი და წინდები ფეხზე, სრულიად ტიტველი ამ ყინვაში. ამ ასე რომ ვთქვათ შეტაკებების დროს, რომლებიც ჩვენ სახლში მოხდა ცემბატყების დროს, ამ ყველაფრის მერე 2 კვირის თავზე დამეწყო სუნთქვითი პრობლემები, გამირთულდა. მქონდა მიმდიოდა გული, ასე რომ ვთქვათ, ვერ ვჭამდი ვერც საჭმელს, ვერ ვიძინებდი. ნუ ეს სტრესის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმთან როდესაც წავედი, მითხრეს რომ 3 კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი. იყო სტრესის ბრალი, მჭირდებოდა ძალიან დიდხნიანი დასვენება, კარგი ძილი, მოკლედ. დღემდე ვებრძვი შფოთვით აშლილობებს.
დააკავეს პოლიციელზე განზრახ თავდასხმას და სიცოცხლის ხელყოფას ედავებიან, რაც არის სრული აბსურდი. ჩემი მეუღლის ერთადერთი ვიდეო დამადასტურებელი ის არის, რომ ანერვიულებულ ფონზე, როდესაც თავზე მეფარა, ასე რომ მეხურა სამშენებლო კასკა, ხო შეიძლება ქუდი, ასე რომ ვთქვათ, თავში მომხვდა კაფსულა, გავეხუია ძალიან დიდ კვამლში, მე მაქვს ისედაც სუნთქვითი პრობლემები. ეს რომ დაინახა და რომ გაიაზრა ალბათ რომ კვამლში დამკარგა და შეიძლება ამასობაში ჩვენი რობოკოპებიც, ასე რომ ვთქვათ, მოძალადეები წინ წამოსულიყვნენ და რაღაც საერთოდ დავეკარგე. ალბათ აფექტის მდგომარეობაში ერთადერთი ვიდეოა, სადაც უბრალოდ ნიღაბს იხსნის, იგინება მათი მიმართულების, რომლებიც დგანან უზომოდ ძალიან შორს, ფაქტობრივად მეორე ჩამოსახვევთან, ასე რომ ვთქვათ, პარლამენტის და ჩვენ ვდგავართ თეატრის უკან. ვიდეო ჩანაწერებში, რომელიც პროკურატურას აქვს ჩანს, მოლოდოვის კოქტეილის სროლა და ის არის ნამდვილად ანრი? ის თანამდებობებით შემეძლია ვთქვა, რომ ის არ არის ანრი, რადგან იმ მომენტში იქ ვიყავი, ვხედავდი ყველაფერს და ფიზიკურად, ანუ ადამიანი თუ არ ესწრება, შეიძლება დაიჯეროს. ჩემი მეუღლე უბრალოდ დგას და ჩანს ჩემი მეუღლის მარჯვენა ხელი, რომელსაც არც სანთებელა უჭირავს, რომ მოეკიდებინა ბოთლისთვის, არც ისვრის. და აი მხოლოდ და მხოლოდ ეს მომენტი აქვს, რატომღაც ამოჭრილი პოზიტივის და აი ამას ატრიალებდნენ სოციალურ ქსელებში. სადაც იგინება და შუათით მაგრამ საჩუქრებს ის არის? კი, ის არის ანრი და ეს დასამალი არ არის. უამრავი ადამიანი აგინებდათ მათ და ეს გასაკვირი არც იყო. ბოდის უხდი აკჭნომებს ჩემი საქციელიდან გამომდინარე და მე პირველ რიგში ძალიან დიდი პროტესტი ჩემი შვილებს რომ მაგათთვის ეხლა რა პოზიციაში ვსვათ, მაგათთვის სამაგალითო საქციელი არა. აქ იმას კი არ გულისხმობს ის, რომ ის თავისუფლად აგრებავებაში დამნაშავე და ეს ჩავიდინეო. უბრალოდ ზოგადად ამ სიტუაციაში რო აღმოჩნდა და ამ სკამზე რო ზის, ამას გულისხმობდა ბატონო მოსამართლე და არ მინდა რომ სხვა გარად იყოს ეს გადაგული. ეს მინდოდა რომ დამემატებინა. თავს დამნაშავედაც გრძნობდა, ეს თქვა კიდევაც, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია არანაირად სასამართლოსთვის, ასე რომ ვთქვათ, ბოდიში არ მოუხდია სისტემისთვის, ბოდიში მოუხდა ოჯახის წევრებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის დღეს ამ მოცემულობაში არის, ამ მდგომარეობაშია და ჩვენ უბრალოდ მისგან შორს ვართ. პირველად როცა დაარბიეს ჩვენი თანატოლები გარეთ, მან ნახა ცემის ვიდეო, როგორც ცემდნენ რობოკოპები გოგონას, გადაუარეს, ასე რომ ვთქვათ. და აი ანრიმ თქვა, რომ მე ამას ვეღარ გავუძლებ და მინდა რომ გავიდეთ. ვნახოთ ჩვენი თვალით რა ხდება გარეთ. გავივარჯვეთ აუცილებლად ყველა ერთად და არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ ანწუხელიძის ქვეყანა. ეს არის მისი მესიჯი ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე აპროტესტებენ ამ, ასე რომ ვთქვათ, მოძალადე სისტემას.